ასევე გვაქვს პატარა სურპრიზი. რომ დიდი შანსია რომ რაღაც ტრავმა აიწია. ანუ არაპროფესიონალური არის ეგ უფრო რა. რომ ჩემი ერთ-ერთი თავარი პლუსი არის რომ ორივეგან დაცვაშიც და შეტევაშიც შემიძლია დახმარება. და ახლა შენ რომელი კომპონენტის გამოჯობასებაზე მუშაობ? მაგრამ მაინც იმ სიყვარულმა და ასევე ოჯახის წევრების თანადგომამ მთელი ბავშვობიდან ოცნება მქონდა რომ ფეხბურთელი გამოსულიყავდა. მაინც ვფიქრობ რომ ალბათ მაგ წელს რონალდოს უფრო ეკუთვნოდა ჩვენ ვიქნებით ის ფეხბურთელებთან ულევით დავწერთ რა ისტორიას და ის ვიზოფრად რა. უმეტესწილად ქართულ გუნდებს ამგვიჭის ამ ევროპულზე გასწავლად. თქვენი შემართება როგორია? შრომის მოყარე და ბრძოლის უნარი არის. საკმაოდ ემოციური ვარ და ესე ვიცნობენ ალბათ ადამიანებიც რა. და გათამაშებაზეც გაგესაუბრებით. ჩვენი არქის სპონსორია სპორტული კუთხე კემპი, რომელიც მდებარეობს ვაჟა-ფშაველას 45 ნომერში და აქვს მაღალი ხარისხის სპორტული ინვენტარი. ისეთი პატარა არქისთვის, როგორც ჯერჯერობით ვართ ჩვენ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სპონსორობა, დაინტერესების შემთხვევაში კი განვიხილავთ ყველა შემოთავაზებას. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. ეს არის მესამე ეპიზოდი ნიკოლოზ ზადიანთან ერთად, სადაც ვაპირებთ რომ დავუცოთ რამდენიმე საინტერესო კითხვა და გავუცოთ უფრო ახლოს. ასევე გვაქვს პატარა სურპრიზი, რომლის გასაგებადაც უნდა გადახვიდეთ ჩვენს TikTok არხზე. წარგეგდენ ფეხბურთელის პროფილს. სახელი: ნიკოლოზი. გვარი: დადიანი. ზედმეტსახელი: დადი. ასაკი: 21. სიმაღლე: 184 სანტიმეტრი. დომინანტი ფეხი: მარჯვენა. კლუბი: იბერია. პოზიცია: ნახევარმცველი. საყვარელი ფეხბურთელი: ლუკა მოდრიჩი. არტისტი: ტრევის სკოტი. კერძი: ხინკალი. პირველ რიგში მოგესალმები, მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადო რომ მოხვედი ჩვენ გადაღებაზე, მინდა რომ მოგილოცო ტიტული ეროვნული ლიგის და ახალი წლები იმედია კარგად გაატარე და წინაზე უკეთესი ყოფილიყოს. პირველ რიგში გვაინტერესებს შენი შემართება როგორ დაიწყო ფეხბურთზე, როგორი იყო პირველი ნაბიჯები და თავიდან მქონდა გადაწყვეტილი თუ არა რომ ამ პოზიციაზე უნდა გეთამაშო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით გიგოც 14 ახალ წელს საუკეთესო წელი ყოფილიყოს. მადლობა მოგოცვისთვის. რაც შეეხება ფეხბურთს, 5 წლიდან დავიწყო ფეხბურთის სიარული, მაგრამ ღრმა ბავშვობიდან დაახლოებით 2-3 წლიდან როგორც მე მიყვებიან, არ მაქვს, მაგრამ დედაჩემი ყოველთვის მიყვება, რომ სულ ბურთთან ერთად ვატარებდი დროს, ძალიან მიყვარდა ბურთთან ერთად თამაში, ზოგადად გართულა ბურთთან ერთად და შემდეგ უკვე 5 წლის შევედი საბურთალოს აკადემიაში და დღემდე უკვე ამ კლუბში ვირიცხები. ბავშვობიდან გზა ჰქონდა რომ ფეხბურთზე უნდა ყოფილიყავ. კი, თავიდანვე ძალიან შეყვარებული ვიყავი ფეხბურთზე, მაგრამ ესე როგორც პროფესია უკვე ალბათ დაახლოებით 14-15 წლის ასაკში, მაგრამ მთელი ბავშვობიდან ოცნება მქონდა რომ ფეხბურთელი გამოსულიყავდა. მაგასაკში სხვა გზაზე არასდროს გიფიქრია რომ მაგალითად თქვა და ფეხბურთი არ გამოდის როგორც თითქმის ყველა ფეხბურთელს აქვს ეგ ფიქრი. კი, როგორია, ძალიან ბევრჯერ ვიფიქრე, იმიტომ რომ საკმაოდ კარგ სკოლაში ვსწავლობდი, კარგადაც ვსწავლობდი და რაღაც პერიოდი, როცა ხანდახან მქონდა ის მომენტი, რომ აი სწავლით ძალიან კარგად ვსწავლობდი და ფეხბურთში ისეთი გამორჩეული ვერ ვიყავი, ვფიქრობდი რაღაც ეტაპს, მაგრამ მე მაინც ფეხბურთის სიყვარულმა გადამძლია რა და მაინც საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მივიღე რა. კაი, ჩაგეკითხები მაშინ, რადგანაც ამბობდი რომ თავის დროზე შეიძლება კარგად ვერ გამოგდიოდა ფეხბურთი, იყო რამე გულის დაწყვეტა ან რამე ეგეთი, რამაც შემდეგ მაგალითი მოგცა რომ აი მაინც უნდა გავაგრძელო ფეხბურთი. კი, ეხა ესე კონკრეტული შეიძლება ვერ ვთქვა, მაგრამ ბავშვობაში ხშირად იყო, რომ ხანდახან ანუ რამოდენიმე წელი მეორე გუნდში მომიწია თამაში, დაახლოებით აი 10 წლიდან 12-13 წლამდე, 2 წელი ისე იყო, რომ მეორე გუნდში ვიყავი და მაგ პერიოდში შეიძლება უკვე ის სიყვარული კი მქონდა, მაგრამ აი ხანდახან მქონდა ის პერიოდი, რომ არ მინდოდა მაგალითად ეგრე ძალიან უკვე, მაგრამ მაინც იმ სიყვარულმა და ასევე ოჯახის წევრების თანადგომამ გადაძლია რა და მაინც გავყევი ამ სპორტს რა. ჩვენ გვაინტერესებს თუ როგორ გიცნობენ ადამიანები მოედანს მიღმა. მოედანზეც და მოედანს მიღმაც საკმაოდ ბევრი საერთო მაქვს, იმიტომ რომ ზოგადად მოედანზეც და მოედანს მიღმაც ვარ საკმაოდ ემოციური. ან მომენტების აღნიშვნა იქნება თუ რაღაც ცხოვრების გარეთაც ეგრე ვარ რა, რომ საკმაოდ ემოციური ვარ და ესე ვიცნობენ ალბათ ადამიანებიც რა. მაშინ რადგანაც ემოციებს შევეხეთ, ყველაზე პოზიტიური ადამიანი ვინ ყავთ ფეხბურთის სტადიონზე ამ გასახდელში? გუნდში გიორგი ჯინჯოლოვა, მარცხენაცვლელი ჩვენი, რომელიც ქმნის ესე ვთქვათ გარემოს. ზოგადად ჩვენი გუნდი გამოირჩევა კარგი იუმორით, ძალიან ბევრს აქვს კარგი იუმორი. მაგრამ გიორგი ჯინჯოლოვა არის თავარი შემოქმედი რა, იუმორის
პრაქტიკული გამოსვლების. ჩავწერეთ ჩვენს მაკარაზე რამდენიმე ეპიზოდი და მოკლემეტრაჟიანი ვიდეოები, ჩვენს ნახეთ, რომ კარგად ახასიათებია. კი. ანუ საუკეთესო მეგობარად ჩათვლი, რომ გიორგი არის? ესე ერთს ალბათ ვერ გამოვყოფ, იმიტომ რომ ბევრთან ზოგთან ბავშვობიდან მოვდივარ, ზოგი ხა შევიძინე, მაგრამ ყველაზე მაგრად იმით ვამაყობ, რომ აი გუნდში ისეთი მაგარი სიტუაცია რომ ესე ვერ გამოვყოფ ერთ ადამიანს, აი თუნდაც მაკარა წეგან ვახსენეთ 34 წლის არის, მე ხე ხვდი 21, მაგრამ ისეთი მაგარი დამოკიდებულება აქვს ერთმანეთს მიმართ და ძმაკაც ვთქვი ესე რომ ვთქვათ, რომ არ იგრძნობა ეგ ასაკის სხვაობა რა. გუნდს რადგანაც შევეხეთ, როგორც ვიცით, გადიხართ ევროტურნირებზე აპირებთ კვალიფიკაციას. უმეტესწილად ქართულ გუნდებს ძალიან გვიჭირს ამ ევროტურნირზე გასვლა და თქვენი შემართება როგორია? რამე ტაქტიკა თუ აქვს დასახული, შეიძლება ეხლა ვერ გააზიარო მართალია. როგორი შემართება? კი, აი ერთი სული მაქვს, პირადად მე როდის მოვა ეს თამაშები, იმიტომ რომ როდესაც წინა წელს გავხდით ჩემპიონები, პირველი საფიქრალი ეგ ქონდა, რომ როდის მოვიდო და ზაფხული. მაგრამ წინა წელს გაუცრუეთ იმედები ყველას გულშემატკივრებს, ჩვენ თავის რა თქმა უნდა და იმის მერე სწორედ როდესაც დამთავრდა ეს ევროტურნირები, მაგის ფიქრი ქონდა, რომ ჩემპიონები იმიტომ გამختار იყავით, რომ გამოგვისწორებინა ეს ყველაფერი და წელს ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ფეხბურთელი ამისთვის ემზადება, რომ ევროტურნირებზე კარგად წარმოაჩინოთ თავი და არა მარტო კარგად წარმოაჩინოთ, არამედ ჩემი აზრით დრო არის, რომ უკვე რომელიღაცა კლუბმა გამიხარდება, რომ თუ ჩვენ ვიქნებით, მაგრამ ნებისმიერი კლუბი, ვინც გამოვდივართ ახლა 4-დან, ვინც დაწერს ისტორიას, ძალიან მაგარი იქნება ჩვენთვის რა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ და ყველა ამისთვის ემზადებით, რომ ჩვენ ვიქნებით ეს ფეხბურთელები, რომლებიც დავწერთ რა ისტორიას და ის კლუბი ზოგადად რა. ევროტურნირზე გასვლას მართლა ძალიან დიდი ძალა და შემართება ჭირდება და როგორც ვიცით, სამი ძირითადი ფეხბურთელი დაგაკლათ. როას ფიქრობთ, როგორ აპირებთ ამ ადგილის შევსებას, ან როგორ გახვალთ იმ ზონამდე? ხო, პირველ რიგში მართლა ძალიან რთული არის, როცა სამი ძირითადის და სამი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაკლდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ალბათ შევსებაც მოხდება, ესე არ ვიცი ნაღდაც, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოხდება ეს შევსება და ისედაც ჩემი აზრით ვართ ზოგადად ის გუნდი, რომელსაც შეგვიძლია, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ, რა თუ რაღაც სწორად მიუდგებით საკითხს და გაძლიერებაც რა თქმა უნდა საჭირო არის ზოგადად, როცა ორჯერ ჩემპიონი ხდები, მე მეს ალბათ იგივე ვიყავით წინა წელსაც ზუსტად როცა ჩემპიონები გავხდით, ძალიან რთულია რომ შეინარჩუნო ეს ჩემპიონობა, მაგრამ მოვახერხეთ და წელსაც და იმედი მაქვს, რომ იგივე მოხდება და ევროტურნირებზეც მედია გავძლიერდებით და უფრო ძალისხმევი გუნდი ვიქნებით რა. კი, თავისთავად გისურვებთ წარმატებებს ეროვნულ ლიგაშიც და ევროტურნირებზეც. და მაშინ მაინტერესებს ქართულ ფეხბურთელს რა აკავებს, რომ მაღალ დონეზე ავიდეს და გადავიდეს უფრო ევროპულ ლიგებში. ჩემი აზრით ის რომ ჩვენი ზოგადად ჩვენი ჩემპიონატი არის საკმაოდ დაბალ ტემპში რა, ვინც ახლა შორიდან უყურებს და მეც ზოგადად ახლა როდესაც წელს დავიწყე სისტემატურად თამაში, მეც თონაც გძნობ, რომ ძალიან დაბალი ტემპი არის რა. იმიტომ რომ აი მომიწია ნაკრებში თამაშები და თუნდაც 21 წლამდელებში აი საბერძნეთთან, გერმანიასთან საერთოდ სხვა ტემპი იყო და მანდ მივხვდი ინდიაში პირველად, რომ ძალიან დაბალ ტემპში თამაშობთ ჩვენ და ის ინტენსივობა არ გვაქვს და ჩემი აზრით ეს ნიჭით და ტალანტით არანაკლები ვართ სხვა ქვეყნებზე, უბრალოდ იმათ ბავშვობიდან აქვს გამომუშავებული ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ბავშვობიდან ესეთი სტილის ვარჩებია, რომ ფიზიკურად ძალიან მაგრად არიან რა. ჯანიც ესე ბრძოლებში ყველაფერში და მაღალ ინტენსივობაში თამაში არის ყველაზე რთული რაღაც ჩვენთვის რა ქართველების და უცხოელებს ეგ აქვთ მაგარი რომ თან იჭერები არიან, თან კარგი ტალანტი აქვს და ამავდროულად ძალიან მაღალ ტემპში თამაშობენ და ეგ უწყობს ხელს და ჩვენ ეგ პრობლემა გვაქვს და ეგ პრობლემა შეგვიქმნა წელსაც ევროტურნირებზეც და ნაკრებშიც ეგ პრობლემა ქონდა ყველას რა. მაშინ მაინტერესებს გამოგიძახეთ 21 წლამდე ნაკრებში, კაპიტნის სამკლაურიც გეკეთა და მაინტერესებს როგორი იყო შენი ემოცია ამ გამოძახებაზე და მით უმეტეს კაპიტნობაზე. კი, ძალიან მაგარი გზნობა იყო, იმიტომ რომ აქამდე არ ვიყავი საერთოდ ნაკრებში, არც ერთ სასაკუთრებულ ნაკრებში არ ვიყავი და ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი ამ დღეს რომ გავეძახებინე ნაკრებში და ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეგ დღე არის ჩემთვის დაუვიწყარი, როდესაც გამომიძახე სია რომ წავიკითხე, ძალიან ბედნიერი ვიყავი და კაპიტნობას რაც შეეხება, ეგ დღე არის ალბათ ერთ-ერთი საყვარელი, მიუხედავად იმისა რომ დავმარცხდით, ეგ დღე არის უნიშნულოვანესი დღე, იმიტომ რომ ნაკრებში როცა ხარ და კაპიტნის სამკლაური გიგეთია თან მით უმეტეს თბილისში გერმანიასთან, ამაზე მაგარი შეგიძლია მართლა არაფერი არის და ეგ დღე იყო ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო დღე საფეხბურთო კარიერაში, მიუხედავად იმისა რომ დავმარცხდით რა. კი. ქართველებმა ხშირად იციან თქმა, რომ აი ტალანტია, მაგრამ შენი აზრით ამ მაგრამის უკან რა დგას? აი მაგრამის უკან დგას ალბათ ის პროფესიონალიზმი რა, რომელიც ძალიან რთული არის ესე, იმიტომ რომ როდესაც ამ ერთი რეჟიმით ცხოვრობ, ანუ ყველას არ შეუძლია და ძალიან რთული არის რა. და ალბათ ეს არის მიზეზი, თორე ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ყოფილა, არის და იქნება ყოველთვის, მაგრამ თავარია რომ პროფესიონალი იყო და ალბათ საქმე გიყვარდეს, მაგრამ სიყვარულზე მეტად ან დისციპლინა უნდა ქონდეს გამომუშავებული. იმიტომ რომ დისციპლინის გარეშე ჩემი აზრით რაც ხომ ნიჭიერი იყო, ვერ მიაღწევ წარმატებას. ეს ვფიქრობ.
მოდი შევეხოთ უკვე შენ პოზიციას, რატო გადაწყვიტე რომ ნახევარმცველი უნდა ყოფილიყო? არ ვიცი, ეს ბავშვობიდან ისე იყო, რომ როცა 6-6-ზე თამაშობდი, მაშინაც ტრენერმა გადაწყვიტა ალბათ პირველმა, რომ ნახევარდაცვაში უნდა ყოფილიყო და მაგის მერეც არასდროს არ ყოფილა, რომ ეხლა რაღაც თამაშები მიწევს ხანდახან ფლანგზე ან ოდნავ უკნიან რაღაც, მაგრამ ძირითადად ნახევარდაცვაში ვარ და ყველაზე კომფორტულად ამ პოზიციაზე ვარ და ის არ ვიცი რატო, მაგრამ ეგრე გადაწყვიტეს და მე მეც უკვე შევეჩვიე და ამ პოზიციიდან არ გადამიხევი და სულ აქ თამაშობ და ძალიან მომწონს ეს პოზიცია ნახევარდაცვაში. კი, მართლა ერთ-ერთი მთავარი საქმე კი, ნახევარმცველის ანუ დავალება. იდეაში მე ვფიქრობ, რომ ჩემი ერთ-ერთი თავარი პლუსი არის, რომ ორივეგან დაცვაშიც და შეტევაშიც შემიძლია დახმარება და ალბათ ეგ არის მიზეზი, რომ ნახევარდაცვაში თამაშობ რა. მიყვარს დაცვაშიც რომ ეხმარები გუნდს და შეტევაშიც. შენი აზრით ყავს ვინმე მისაბაძი პიროვნება ფეხბურთში, რომელიც მაგ პოზიციაზე თამაშობს და თუ ყავს იღებ თუ არა რამე მოძრაობებს ან რაღაც რჩევებს მაგალითად მაგათ თამაშში. კი, მოდრიჩი არის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ყველა დროის, საერთოდ ყველაზე მაგრამ იყო აი ბავშვობიდან როცა უყურებდი ფეხბურთს, მაგ დროს გადავიდა ზუსტად მოდრიჩი რეალში. თან რეალის ფანი ვიყავ ბავშვობაში და მაგის მერე მოდრიჩი არის ჩემთვის საყვარელი ფეხბურთელი და ეხანდელი ფეხბურთელებიდან პედრის გამოვარჩევ, მიუხედავად იმისა, რომ რეალის ფანი ვარ, პედრიზე მაგარი ჩემი აზრით გახდება საუკეთესო ნახევარმცველი ისტორიაში რა. პედრი და მოდრიჩი. და რამ გამოიწვია ის, რომ გადაწყვიტე რომ რეალის ფანი უნდა ყოფილიყო? რონალდოს გადასვლა ხო არა? არა, ალბათ ესი არ მახსოვს, მაგრამ მამა ჩემის რეალის ფანი არის და ბავშვობაში როცა ერთად უყურებდი ფეხბურთს, მაგან გადაწყვიტე თან რონალდო მიყვარდა ძალიან და მაგან რა, რეალის ფანი ვაგით მამა ჩემის გამოვახდი ალბათ რეალის ფანი. ამჯერად შევიცვალეთ ადგილმდებარეობა და მოვედით ერთ-ერთ მთავარ სტადიონზე, სადაც თამაშობდა დადი. და გვაინტერესებს როგორი ემოციური კავშირი გაქვს ამ ადგილს. კი, საკმაოდ მთელი ბავშვობა აქ ვარ გატარებული თითქმის ამ სტადიონზე. დიდი ხანი უკვე აღარ მითამაში, აღარ ვთამაშობ, მაგრამ ბავშვობის ემოციები და ის ნოსტალგია სწორედ ამ სტადიონთან არის კავშირში რა და ძალიან კაი პერიოდები მაქვს აქ გატარებული. რადგანაც ამდენი დრო გაქვს ამ სტადიონზე გატარებული, მაინტერესებს რაიმე აკრძალვები ხო არ გაქვს გუნდიდან, რომ არ შეიძლება გუნდის გარეთ თამაში. ესე კონკრეტულად აკრძალვა ალბათ არა, მაგრამ ჩვენ გაცვიცნობიერებული გვაქვს, რომ ცუდი არის რა ჩვენთვის ხანდახან შეიძლება, აი როდესაც სეზონი მთავრდება, ერთხელ ეხა მეც ვითამაში მაგალითად, მაგრამ ზოგადად არ არის და მიზა შეწონილი, რომ ითამაშო გარეთ, იმიტომ რომ დიდი შანსია, რომ რაღაც ტრავმა აიკიდა. ანუ არაპროფესიონალური არის ეგ უფრო რა. და უფრო ვიკავებ სავს ყველა ფეხბურთელები ძირითადად. შენი კუმირი რომ გითხრა, ვინ არის უცხოელი, ან თუ ყავს ქართველი? მოდრიჩი არის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ღრმა ბავშვობიდან, აი ზუსტად როცა რეალში გადავიდა, მაგ პერიოდიდან მოდრიჩი დღემდე არის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი და ყველა დროის ჩემი აზრით ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი რა. როგორც ახსენე რომ არის შენი კუმირი მოდრიჩი და მაინტერესებს თვლი თუ არა რომ 2018 წლის ოქროს ბურთი ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოდრიჩის ეს პერსონალური ფანი ვარ, მაინც ვფიქრობ, რომ ალბათ მაგ წელს რონალდოს უფრო ეკუთვნოდა, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რომ მოდრიჩის მაც მოიგო, მაგრამ ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა. თან მით უმეტეს, რავი, რასაც უყურებ, ბალონდორს ალბათ აძლევენ უფრო შემტევ ფეხბურთელებს რა. თავდასხმელებს და გოლების გამტანებს მაგის მიხედვით არის. ეხაც დემბელესაც მიცეს და ჩემი აზრით, მაგრამ ერთი ის არის, რომ აი როდრიმ სადაც მოიგო, ჩემი აზრით მოდრიჩსაც შეიძლება თან მით უმეტეს ხორვატიის დონის ნაკრებს რო ფინალში გაიყვან თან ძალიან დიდი დამსახურება ქონდა მაგას. დავა შეიძლება, მაგრამ ჩემი აზრით მაინც რონალდოს უნდა მოიგო, იმიტომ რომ პორტუგალიასთან ერთად სოფლიოზეც მაგარი თამაშები ქონდა. ესპანეთს 3 გოლი და მაინც რონალდოს მივცემ. მაგრამ მოდრიჩს რომ აქვს ეგ დაუმსახურებელი ჩემი აზრით არ არის რა. ჩემი აზრით სამსახურებული. როგორც მოდრიჩი, ასევე შენს ნახევარმცველი ხარ და რა სიტყვი, რა არის მთავარი კომპონენტი, რომელიც უნდა ახლდეს ნახევარმცველს? ჩემი აზრით ჭკუა ალბათ რა. ნახევარმცველი ფიქრობს ყველაზე მეტ სტადიონზე, იმიტომ რომ სულ გიწევს ეს თავის ტრიალი ფიქრი, როგორ დაიწყო შეტევა, როგორ ჩაშაო შეტევა და თავარი კომპონენტი ეგ არის, მაგრამ ამავდროულად ჩემი აზრით ფიზიკური მონაცემები უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სირბილი გიწევს, ყველაზე მეტი სირბილი ამ პოზიციაზე გიწევს წინ უკან გაუჩერებლად და ფიზიკურად თუ არ ხარ 90-იან მეტი წუთი ითამაშო, მაღალ დონის თამაში წარმოუდგენელი არის რა. ფიზიკური მონაცემები და ტვინი ალბათ რა. და ახლა შენ რომელი კომპონენტის გაუმჯობესებაზე მუშაობ? ესე კონკრეტული ერთი არა, მაგრამ ალბათ აი ზუსტად ის რაზეც ვილაპარაკეთ, მაღალ ინტენსივობაზე თამაში, იმიტომ რომ როცა შევატყერო რაღაც თამაშებში ნაკრების დონეზე გაგვიჭირდა მთლიან ნაკრებს მეც მათ შორის, აი ეს კომპონენტი არის ყველაზე მეტად ჩემი აზრით, ჩემში გამოსასწორებელი რა. მაღალ ინტენსივობაში და მაღალ სისწრაფეებში თამაში. თუ მინდა რომ რაღაც წარმატებას მივაღწიო ქვეყნის გარეთ რა, თუ ანუ ეხლა ჩვენ ჩემპიონატში ისე არის რომ მაგ ხელად დატვირთვა და ძალისხმევა არ გჭირდება და
ჩვეულებრივ ტემპშიც შეგიძლია რომ ითამაშო რა. აი შენი თავი რომ დაგვიხასიათე შენ ემოციური ალბათ როგორც წეღა ვისაუბრეთ, შრომის მოყარე და ბრძოლის უნარიანი რა. ამ სამისთვის დავახასიათებდი ჩემთვის. მართლა სამი თვისება რაც უნდა გააჩნდეს თუნდაც ნახევარმცველს. კი, მოდი მაინტერესებს რომელი გოლი არის შენი აზრით საუკეთესო ისტორიაში ან შენი თვალით ნანახი. ისტორიაში საუკეთესო გოლი არის ერთ-ერთი ჩემი აზრით რონალდოს გოლი მაკრატელა იუვენტუსთან. ანუ ოსტატობის ხრი როგორც გართული გასარტყმელიც იყო თან ძლიერი ჩაწოდება რომ მოდიოდა და ესე რომ დაუხვდა ალბათ ეგ თვალით რაც მაქვს ნანახი ალბათ საქართველოს ნაკრებიდან ვიტყვი აი ყაზაიშვილმა გაუტანა მესხზე ის გაუტანა აღარ მახსოვს ესტონეთს ხო ესტონეთს გაუტანა გარეთ ერფით აი ბავშვობაში მახსოვს რომ პატარა ვიყავი მაგ დროს და აი მაგ გოლით მართლა ძალიან ვისიამოვნე და ჩემი აზრით ერთ-ერთი გამორჩეული გოლი არის რახან ბარემ ქართველები ვართ ბარემ ქართულს დავასახელებ რა ყაზაიშვილის გოლი და მუჯირის გოლზე რას ვეთქვი? აუ მუჯირის გოლიც ძალიან მაგარი იყო მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გაგვიტანა მუჯირის გოლი იდეაში ძალიან მახსენდა ჩვენ რომ გაგვიტანა ძალიან რავი ეგეთი მაგარი გოლი მეც ჩემ წინააღმდეგ ეგეთი მაგარი გოლი არავის არ გაუტანა თან ეგეთი თამაში ისე გვჭირდებოდა და აი ეგეთი გოლი რო გაგვიტანა და კიდე კაი მალე მოახდინეთ რეაბილიტაცია რა აი გათამაშება ჩავხოთ ჩვენი არხი მოედანს მიღმა დამეგობრდა სპორტული ინვენტარის მაღაზიასთან რომელსაც ქვია კემპი და კემპის სახელით მინდა რომ გადმოგცეთ აი ეს მაისური საჩუქრად ბელინგემის როგორც ნახევარმცველის და რეალის ფეხბურთელის ეს კემპის მადლობა ძალიან დიდი ძალიან გამიხარდა მართლა თან რეალის ფანი სამახსოვროდ მადლობა ძალიან მადლობა კემპს დიდი კი კი და გათამაშებაზეც გაგესაუბრებით კემპ ასევე გადმოგცა მეორე მაისური ეს უკვე ქოჩორა სპორტინგის გასწავლად რომელსაც გავათამაშებთ და პირობა იქნება გათამაშებისთვის რომ გამოიწევოთ ჩვენი არხი და დალაიქოთ ჩვენი ვიდეო და ერთი მაყურებელი შეირჩევა რამდომად რომელსაც გადავცემთ ამ მაისურს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კემპს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დადი მოსწვის რომ მოგვიყვეთ ჩვენ არხზე ისურვებ წარმატებებს იბერიასთან და შენ კარიერაში ეს იყო ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი გთხოვთ არ დაგავიწყოთ რომ გამოიწევოთ ჩვენი არხი და დალაიქოთ ვიდეო და დაწერეთ ვინ გინდათ ვიყო შემდეგი სტუმარი